ლიტერატურული დღეების ფარგლებში გუშინ ბორჯომს ეგრეთ წოდებული მოძრავი ბიბლიოთეკა ეწვია, რომელიც მიზნად ისახავდა პროექტის წიგნი ყველა სოფელს ფარგლებში მხატვრული ლიტერატურის წაღვერისა და ბორჯომის მაღალმთიანი სოფლების ბიბლიოთეკებისათვის გადაცემას. აღნიშნული პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, არასამთავრობო სექტორის, საპატრიარქოსა და გამომცემლობების მიერ ხორციელდება. მინდა დავულოცო ამ ღონისძიების ყველა მონაწილე. თავარი აზრი ამ ღონისძიების რა თქმა უნდა არის ის, რომ ჩვენ ვასწავლოთ, ჩაუნერგოთ სიყვარული ბავშვებს, უპირველეს ყოვლისა ბავშვებს წიგნის მიმართ. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ბორჯომში ესეთი სტუმართმოყვარე ხალხი დაგვხვდა ყველანაირად, ამ ხელა აქტივი გამოიჩინა და ეს ყველასთვის მისაბაძი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის უპრეცედენტო ფაქტი. ბორჯომის მოსახლეობამ გამოიჩინა ესეთი სურვილი ინიციატივა, სადაც ჩვენ დავდივართ, რომ წიგნები დაეხვედრებინათ და ეს არის ძალიან კარგი და დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ მთლიანად ბორჯომის მოსახლეობას. მოძრავ ბიბლიოთეკას ცენტრალურ ისტორიულ პარკში მოსახლეობასთან ერთად ბორჯომის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დახვდნენ. დღეს არის ულამაზესი დღეები, ეს არის ლიტერატურული დღეები, რომლებიც მოსახლეობასაც მოაქვთ ის წიგნები, რომლებიც ასე ვთქვათ არჩევდება და მე მაღალ ზონაში სოფლებს გავგზავნით, ეს არის ტაბასკური, ბალანთა, ციხიჯვარი. გვიხარია, რომ წიგნები მიგვაქვს ბალანთის ბიბლიოთეკაში, უფრო ის იქნება, რომ ხალხიც დაინტერესებულია წიგნებით, აინტერესებს ქართული საქართველოს ისტორიაც, ლიტერატურას. მხატვრული ლიტერატურა ბორჯომის მაღალმთიანი სოფლებისათვის პროექტის მონაწილეებთან ერთად ბორჯომის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიღო.